დღეიდან სულ სხვა ეპოქა, სულ სხვა დროება დადგა, სულ სხვა ეპოქა იწყება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან ამოქმედდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველო, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი სრულიად სამართლიანად უწოდებს სკროლვისა და სკრინვის სააგენტოს, რომელშიც თურმე და ამას გვამცნობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირმშვენი ერთი თანამშრომელი, რომლის ვიდეოსაც გაჩვენებთ, რამდენიმე წამში ან არ გაჩვენებთ, არ ვიცი. სიმართლე გითხრათ არ აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე. თანამშრომელი 10 თანამშრომელი იქნება ამ სკროლვა სკრინვის სააგენტოში თუ სამმართველოში დასაქმებული 10. თუნდაც ყველაზე უფრო კვალიფიციური, გაწვრთნილი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც სხვა სამმართველოში, სხვა განყოფილებაში მუშაობდნენ მანამდე, ახლა კი ერთი რამით უნდა დაკავდნენ, არა უკაცრავად სამი რამით უნდა დაკავდნენ: სკროლონ, სკრინონ და მე ეს ყველაფერი დაწერო. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. და გადაუგზავნონ სასამართლოს, ანუ გამოდის 4 საკითხო შეადგინონ უკაცრავად ოქმი თუ ასე შემდეგ. არც დაკითხოთ, რამდენადაც მივხვდები, ეს პირები, რომლებსაც გამოავლენენ და გადააგზავნონ სასამართლოში. ვაკი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მივიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი გასაკეთებელი იყო, ვაკი 10 თანამშრომელი სკროლვა, სკრინვა სასამართლოში გადაგზავნას, დაწერას და მე სასამართლოში გადაგზავნას. ვაკი იმ რაოდენობის ამბავს საქმეც მას მაღალზე მაღალი ალბათობით კი არა, ნამდვილად დახვდება სოციალურ ქსელში სამონიტორინგო რაც არის მართლაც. მოერებიან კი თუ ესენი დღეში გადააგზავნიან ერთ მასალას 10 ერთად, ან თუნდაც 10 მასალას, უნდა მივიჩნიოთ, რომ ისინი ჯეროვნად ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. იმიტომ რომ დღეში 10 კი არა, 100 კი არა, 1000-ობით, 1000 ასეთი თუ ეს დარღვევა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება და სიძულვილის კამპანიებია, ბულინგია, ადამიანის ღირსების შელახვა და ასე შემდეგ და ასე უნდა შეაფასონ. ესენი ვერაუვლენ საქმიანობას, იმიტომ რომ 1000-ობით, 1000 საქმეა რეალურად 1000 საქმე, 1000 ამბავს აღმოაჩინენ ისინი. ასე მაგალითად სოციმედიაში და აგრეთვე საჯარო გამოსვლებში ცალკეული პირების. მათ შორის ტროლებისა, ირაკლი ტაბრიაშვილის გამოვლენა იოლია. თუ დღეიდან ირაკლი ტაბრიაშვილი მამუკა მდინარ ან მარიამ ლაშხს, ან ნინო წილოსანს, ან თუნდაც არ წილოსანს, არც ლაშხს, არც დინარაძეს და არც კობახიძეს, არამედ რიგით პირს შეურაცხყოფას მიაყენებს, ღირსებას შეულახავს და ეს ქალბატონი და კიდე 10 თანამშრომელი აღმოაჩენენ ამ ყველაფერს, ამ სამმართველოს 10 თანამშრომელი. ირაკლი ტაბრიაშვილის იდენტიფიცირება იოლია, იმიტომ რომ მე არც სხვა პროფილით, ფეიქ პროფილით არ ვსარგებლობ და ჩემი სახელით პოზიციონირებს სოციალურ ქსელში. მაგრამ როგორ მოახერხებენ ესენი გამოვლენას იმ პირებისა, რომლებიც მათვე შექმნეს და რომლებსაც ტროლები ჰქვიათ. და ეს ტროლები, ბატონებო, მუშაობენ მათ შორის სუსში, მათ შორის სუსთან, მათ შორის პარტიაში, მათ შორის პარტიასთან. იქ ცალკე ოთახები აქვთ პარტიაში თუ სუსში და ცალკე ოფისები აქვთ სუსის და პარტიის მიერ ნაქირავები იმავე უბანში, მახლობლად, სიახლოვეში. არ გამიკვირდება თუ ეს მუშაობენ ეს ტროლები შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, ანუ იმ ოთახიდან რაღაც 27 მეტრში, რომელშიც ფუნქციონირებს ეს ეგრეთ წოდებული სამმართველო. არ გამიკვირდება კი არა, ნამდვილად მუშაობენ მთავრობის ადმინისტრაციაში. არ დაგავიწყდეთ, რომ სოციალური ქსელი Facebook-ის ადმინისტრაციამ არც თუ დიდი ხნის წინ დახურა 10-ობით ანგარიში, 10-ობით პროფილი საქართველოს მთავრობის და მთავრობასთან აფერირებული პირებისა,
რომლებიც fake account-ებით სარგებლობდნენ, ანუ იყვნენ ტროლები და მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციაში, სტრატკომებში, ან სტრატკომებთან მუშაობდნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ცოტა ხნის წინ დაჭერილია კაცი, ცოტა ხნის წინ დაიჭირეს კაცი, გიორგი უძილაური, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი პირი არსება არც თუ დიდი ხნის წინ, რომელსაც ჰქონდა fake account-ი მიხეილ უკრაინოლოგით, რომელიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც სიზულვილის ენას ენით გამოირჩეოდა და სიზულვილს ავრცელებდა სოციალურ ქსელში. ბულინგის ენას იყენებდა. აბულინგებდა სხვებს. და ესეთი რამდენი მიხაილ უკრაინოლოგი ყავს ქართულ ოცნებას, რომლებიც იდენტიფიცირებულნი ან არ არიან, ან ძნელად თუ იქნებიან. ეხლა მე კითხვა მაქვს, ეს ათეული მოერევა კი ყველას? თუ ირაკლი ტაბლიაშვილს არ დამშულობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილებს უნდა მიადგეს მაინც და მაინც და სწორედ ისინი უნდა დასაჯოს ადმინისტრაციული წესით. უსამშობლოები ხართ და მოღალატეები ხართ, ამას ყოველ ორ სიტყვაში 4 ჯერ რომ ამბობს, ასე მაგალითად შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილს, როგორც საჯარო პირს, პოლიტიკოს, პარლამენტის თავმჯდომარის მიადგება კი ეს სამმართველო ამ გოგონასი, სადაც ეს გოგონაც მუშაობს, მაღალი ალბათობით. აი დღეს რომ მოახდინო მონიტორინგი იმედისა, საზოგადოებრივი მაუწყებლისა ნაკლებად რუსთავი 2-ისა, პოსტივის მონიტორინგი. აი მე მაგალითად აღარ მახსოვს სად, მაგრამ შემხვდა ჯაბახუბოა თუ არ ვცდები იმედის სოციმედიის გვერდზე. ანი ნადარეიშვილმა 100 ჯერ უნდა თქვას მადლობა ბაჩუ ახალაიას მეუღლეზეა მამა სალამ. როგორ ახლა? ანი ნადარეიშვილმა 100 ჯერ უნდა თქვას მადლობა, რომ მისი მეუღლის მიერ ცხოვრება განადგურებული ადამიანები იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად. ამას ამბობს თუ არ ვცდები ჟურნალისტობდა ეს ახალგაზრდა კაცი ჯაბახუბოა და იმედს გამოაქვს ანგარიშის ფიზიკური ანგარიშის გასწორება იგულისხმება გასასწორებლად. აი ეს ადამიანები ჯაბახუბოას ეთქვიან, რომ ეს არის ადამიანის, ამ შემთხვევაში არის ნადარეიშვილის მიმართ გამოყენებული სიზულვილის ენა, მისი ღირსების შელახვა, ძალადობისაკენ ერთგვარი მოწოდება საზოგადოების ერთი ნაწილისა და ეს არ უნდა გააკეთოთ და რაღაცა უკვე გააკეთეთ, პირობითად 1000 ლარიანი ჯარიმა გეკუთვნით სასამართლო გადაწყვეტს, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ კი გადავაგზავნეთ საბუთები თქვენს წინააღმდეგ ბატონო ჯაბახუბოა და ეს არის არაფერი. რბილი თბილი განცხადებაა ვინმე ჯაბახუბოასი იმ განცხადებებთან შედარებით და მიმართებით, რა განცხადებებსაც ვისმენთ ჩვენ TV იმედის საზოგადოებრივი მაუწყებლისაც, მაგრამ ნაკლებად კვლავ ვიმეორებ რუსთავი 2-ის პოსტივის ეთერიდან. მაგალითად, შეურაცხყოფელი არის თუ არა ის სიტყვები, რომლებსაც ყოველ დღე პრაქტიკულად თავის გადაცემებში იყენებენ ეს პირები, რამიშვილი დამფუძნებელი და თუ ვცდები ამ პოსტივისი და ყოველ შემთხვევაში ხელმძღვანელი ნამდვილად არის და მისი 2 თანამზრახველი თანამოაზრე ოდიშარია და სულთანიშვილი. როდესაც პოლიტიკოს ლევან სანიკიძეზე, ან რომელიმე ჟურნალისტზე, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენლებზე იმ სიტყვებით გამოირჩევიან და გასვთავარია ამ სამმართველოს ამოქმედების შემდეგაც სულაც არაპირებენ ამ ათეულის მონიტორინგის შედეგად სულაც არაპირებენ ამოქმედების შედეგად სულაც არაპირებენ ენაზე კბილის დაჭერას. და ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა ისულაპარაკიათ, მეთქი ასე ვიტყვი, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩნდება ალბათ 99% მათ მიერ ნათქვამიც კი 99 თუ მეტი პროცენტი არა. მნიშვნელოვანი არის კითხვა, ეს სამმართველო მიადგება თუ არა მათ დახსენებულ სულთანიშვილს, რამიშვილს, მათ სტუმრებს, ოდიშარიას და სტუმარს მაგალითად რომელიმე სხვა გადაცემაში, ან ამ ტელეკომპანიის სტუმრებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს. გამოუწერს თუ არა პირობითად 300, 500 თუ 1000 ლარიან ჯარიმას და ამით მიანიშნებს, რომ იცით რა არის, ეთქვის, რომ იცით რა არის, ამის გაკეთება არ შეიძლება. სასამართლომდე მიიტანს თუ არა ამგვარი პირების საქმეს. არ გააკეთებენ ამას. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ შექმნან ერთგვარი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ იბრძვიან სიზულვილის ენის წინააღმდეგ და რეალურად არც არაფერს აკეთებენ.
აქვე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო რასაკვირველია რუსული გზავნილების მონიტორინგი და არა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მონიტორინგი. რუსული გზავნილები გაცილებით მავნე და საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. რუსული გზავნილები ქართულ ენაზე, შეფარვით რუსული გზავნილები, რუსეთისთვის სასარგებლო გზავნილები, გაცილებით მაზიანებელია და ამანგრეველია ჩვენი ქვეყნისათვის. ვიდრე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც მოქცეული თუნდაც ერთგვარად შეურაცხყოფელი. ვინმეს ღირსები ეს ინდივიდუალურია სიმართლე გითხრათ დინოცილოსაც შეიძლება სწყინდეს კონკრეტულად დინოცილოსაც თუ დავასახელებ მაგალითად ეს სიტყვები შეტუჩებ დაბერილო და მიაჩნდეს რომ ეს შეურაცხყოფა ან ამ სამმართველოს რომელიმე თანამშრომლობა მიიჩნიოს რომ ტუჩებ დაბერილი არის ღირსების შელახვა მაგრამ მის კოლეგას ეკაჭიჭინაძე სულო დედა აგიდო შეიძლება ესეც არ ეწყინოს და სამმართველოს მეორე თანამშრომლობა სულაც არ მიიჩნიოს რომ დედის გინება აი გვერდზეროს ის თანამშრომლობა დედის გინება არის ღირსების შემლახავი ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სამმართველო მოც ქალაქეთა საჩივრების საფუძველზე კი არ მიიღებს გადაწყვეტილებებს შეისწავლის ვერც შეისწავლის კვლავ მიმეორებ ათობით ათასის შემთხვევაა ყოველდღიურად დაფიქსირებული ტროლების ბოტების ამათ მიერ მოქოქილების თუნდაც მოდი მივიჩნიოთ ასე რომ ჩვენს ყავს ჩვენი ტროლები აი ტროლები ოღონდ ადამიანები რომლებიც საკუთარი გვარსახელით არ პოზიციონირებენ როგორ უნდა გამოავლინოს ეს ადამიანები აი არის ესეთი კაცი ნამდვილი გვარსახელით პოზიციონირებს თუ არ ვწდები გვარი მახსენდება თულად არ მახსოვს თუ არ ვწდები ნამდვილი გვარსახელით პოზიციონირებს მარგველაშვილი სახელი არ მახსოვს ერთი ორჯერ შემხვდა ან მაგალითად ის ბიზნეს საყვარელი ჟურნალისტი ზედელაშვილი სახელი არ მახსოვს უბრალოდ ამ შემთხვევაში არც იმ შემთხვევაში მახსოვს არც ამ შემთხვევაში ზედელაშვილს თუ არ ვწდები ქვია გელა ან ვალერი კვარაცხელია მაგალითად ან თუნდაც სხვები და სხვები მათ მიადგება ტაბლიაშვილს რომ მოადგება ეს გასაგებია იმიტომ რომ ტაბლიაშვილის ნებისმიერი სიტყვა შეიძლება მიჩნეული იყოს ნებისმიერი სიტყვა აი ახლა რაც თქვი თითქოს ყველაფერი წესიათ ვილაპარაკე წყობრად ვილაპარაკე გარკვეულ ჩარჩოებში ჩასამმართველოს კი ამ ხელისუფლების მიერ დაწესებული ჩარჩოებს არ გავცდენილ ვარ მაგრამ ამის გამოც კი შეიძლება მომადგეს ეს სამმართველო და მითხრას რომ აი ნინოცილოსანზე რაც თქვი თუ ჩემ დაბერილი ეს სიძულვილის ენაო კარგი მომადგეს და გამომიწეროს ის რაღაც 700 თუ 1000 დოლარიანი ჯარიმა. გადავიხდით თუ არა ეგ ძალკე თემა. მაგრამ მიადგება თუ არა ხსენებულ ზედელაშვილს. მიახსდგება თუ არა ტროლ ფაბრიკებს, კვლავ ვიმეორებ ტროლების ფაბრიკებს, რომლებიც მერიაში არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში დარწმუნებული არიან. პარტიაში თუ პარტიასთან არიან. გამგეობებთან არიან. აი ადგილობრივ დონეზე ასე ვიტყვი. მათ შორის დედაქალაქში ისნის გამგეობ პირობით სუსში არიან თუ სუსთან არიან და ასე შემდეგ იმიტომ რომ სიძულვილით საზრდოობს ეს ხელისუფლება და მაგწვენა ხელს თუ მარცხენა ფეხს ის არ მოიჭრის რაზეც არის დაყრდნობილი რასაც ეყრდნობა თავად არამც და არამც არ მოიჭრის და ეს რეალურად გამოყენებული იქნება სხვათა მიმართ აი ხელისუფლებას ვინც აკრიტიკებს მათ მიმართ რეპრესიებისათვის. აქ იკითხავთ რომ რუსული გზავნილების მონიტორინგი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, გამოვლენა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო და არის, იმიტომ რომ რუსული გზავნილები პირდაპირ რუსული გზავნილები თუ შეფარვით რუსული გზავნილები რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები ამა თუ იმ საჯარო პირის ან ამა თუ იმ ნამდვილი თუ ფეიქ მომხმარებლისა სოციალური ქსელი Facebook-ისა გაცილებით მაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსათვის. კიდევ ერთი ამბავი რომელიც გულბათ კი არა ხო გულბათ ჯავაძე უნდა წამომწდა კიდაღამ გულბათ რა ქვია ცხილაძეს ეხება გულბათ ცხილაძე მზაზა დავითაია ჟურნალისტად სასწავლო ჟურნალისტია კიდე ვიღაცებს იმასთან კალაძის სიძესთან რაგვარი აღარ მახსოვს სხვებთან ერთად გააკეთა მონიტორინგის საბჭო რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ხაზს უსვამ რუსეთის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიებს და რუსოფობიას და რუსოფობიის მონიტორინგს შეეხებოდა. ისინი აპირებდნენ რომ დაეწერათ გამოევლინათ, მოეხდინათ მონიტორინგი, მერე გამოევლინათ ესა თუ ის ტაბლიაშვილი თუ სხვა პირი, რომელიც რუსოფობიით მათეული გაგებით არის გამორჩეული, რუსეთს აგინებს, პუტინს აგინებს, ლანძღავს, აკრიტიკებს, რა ვიცი, თათხავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აპირებდნენ რომ ეს
დოკუმენტები, რომლებსაც დაწერდნენ, შექმნილდნენ, მერე მიეტანათ ამ მამუკამდინარაძის მიერ შექმნილ ხსენებულ სამმართველოში. გამოდიოდა, რომ მამუკამდინარაძის ამ სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს, არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ უხეშად ყოველი 3 მოქალაქიდან ერთი მაინც უნდა დაეჭირა, ან ერთი მათგანისთვის მაინც უნდა გამოეტანა ეს მძიმე ვერდიქტი, დაეჯარიმები და სასამართლოში უნდა გადაეგზავნა ყოველი 3 მოქალაქიდან ერთი მოქალაქის საქმე მაინც, იმიტომ რომ ყოველი 3-დან 1 ან 30, 33, 35, 40% ჩვენი მოქალაქეებისა სწორედაც რომ რუსოფობიით თუ ამ გაგებით შევხედავთ ამ ამბრის რუსეთის კრიტიკას, რუსოფობიით არის დაკავებული, აგინებს პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობით პუტინს, აკრიტიკებს სულ მინიმუმ მას, გასცინიც რუსეთის ფედერაციას და გულბათ ცხილაძისა თუ კალაძის სიზისათვის არ მოსაწონი საქციელით არის გამორჩეული. როგორც ჩანს, ეს გაიგო რა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მიხვდა რა, რომ მოუწევდა ყოველი მესამე ადამიანს თან სარჩელები იქნებოდა დაწერილი, დოკუმენტები იქნებოდა შექმნილი. ამ ადამიანების დაჭერა ან დაჯარიმება ამ გულბათ ცხილაძეთა და სხვათა დავითაიათა და სხვათა შექმნილი დაწერილი დოკუმენტების საჩივრების საფუძველზე დაასწრო, მოდი ასე ვიტყვი, ყველას და ყველაფერს და გულბათ ცხილაძე მანამდე აიყვანა, რომ ეს მონიტორინგის საბჭო რუსების მიერ შექმნილი, რასაკვირველია, არც ამუშავდეს. ეხლა მე შორსა ვარ იმას რისაგან გულახდილად გეტყვით, რომ გულბათ ცხილაძის დაჭერა გადათანხმებული არ იყო მოსკოვთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსის თუ ზოგადად საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების მთავრობის მიერ. მე მგონია, რომ ვერ მოკიდებდნენ ესენი ხელს, თუნდაც 759 ხარისხოვან აგენტს, ჯაშუშს, პრორუსს, არც არ იყოს ჯაშუში. პრორუსი კი ნამდვილად არის გულბათ ცხილაძე და ესენი ვერ მოკიდებდნენ ხელს. ჯაშუში რატომ არისო? ხა ბევრმა დასვა ეს კითხვა. ჯაშუში მაინც და მაინც საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას, რომელზეც წვდომა გულბათ ცხილაძეს და კალაძეს სიზეს ალბათ მაინც არა აქვთ, არ გულისხმობს. ჯაშუში არის მათ შორის ანალიზის გაკეთება, ჯაშუშობა არის მათ შორის ანალიზის, სუბიექტური ანალიზის გაკეთება შესაბამისი სპეცსამსახურებისათვის, სპეცსამსახურების, ანუ რუსული სპეცსამსახურების მოთხოვნის საფუძველზე, ანუ ეს აწვდის საკუთარ ხედვას, თუნდაც ღია წყაროებზე დაყრდნობით, საკუთარ ხედვას, მაგალითად საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის განვითარების ვექტორის თაობაზე. ჯაშუშია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთის მიერ შექმნილი კი არა, დაფინანსებული არის და შექმნილი საერთოდ დაფინანსებული და რუსეთის ფინანსებით ოპერირებს, როდესაც ეს გადამორიცხები არ არის, აქვე ვიტყვი, როდესაც ქმნის ასე მაგალითად ამ მონიტორინგის საბჭოს. დიახ, ეს არ არის ინფორმაციის გადაცემა რუსეთის სპეცსამსახურებისათვის, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურების საქმის გაკეთება კი არის. რუსეთის სპეცსამსახურება დაავალეს გულბათ ცხილაძეს და მის ძმებს, მეგობრებს, რომ მონიტორინგი აწარმოე. ახლა მით უფრო რომ მამუკამდინარაძის შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგადად გვაძლევს ამგვარი მონიტორინგის ჩატარების უფლება-შესაძლებლობას, საჩივრების დაწერის უფლება-შესაძლებლობას, სასამართლოში ჩივილის უფლება-შესაძლებლობას, მათ შორის რუსოფობიის საკითხი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არისო. დაასწრო რა აგვარია შინაგან საქმეთა მინისტრი თამაზაშვილი ან დინარაძე ამ ზოგადად ხელისუფლებამ, ცხადია გადაუთარხმა მოსკოვს, რომ ახლა ავიყვან გულბათ ცხილაძეს, ოღონდ დაახლოებით 6 თვეში 1 წელიწადში გამოუშვებ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს საყენებული ამ პრორუსკი არა, ქართულგვარიან რუს, თითქოს მისი ნაჩალნიკები აკაურებს გულისხმობ, მამუკამდინარაძე და სხვები. არ ვიცი ეს რამდენად დაექვემდებარება მონიტორინგს, მაგრამ დაუნცდა ექვემდებარება, არ იყვნენ პრორუსები, არ იყვნენ რუსეთის ინტერესების გამტარებლები, უბრალოდ შედარებით სერიოზულმა აგენტმა ერთმა გასწირა შედარებით არასერიოზული აგენტი მეორე 759 თუ 1458 და გასწირა დროებით მოცემულ ეტაპზე უბრალოდ გაიყვანეს გულბათ ცხილაძე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თან გულბათ ცხილაძეს დააბრუნებენ უშუალოდ, ან სხვა რომელიმეს გააქტიურებენ, უარიანი უამრავი პირია, რომლებიც მოსკოვშიც არიან, თბილისშიც არიან, თავისუფლად მოქმედებენ, მოსკოვიდან ფინანსებასაც იღებენ, ოღონდ ქეშად ჩამოტანილ ცხადია და არა გადარიცხვის და ოპერირებენ ქართულ სივრცეში, ქართულ საზოგადოებაში და აძლიერებენ ამ რუსულ ნარატივს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმედის კონკრეტული თანამშრომლების დასჯას, რომლებიც
სიძულვილის ელით გამოირჩევიან სხვათა დაჩაგვრას ცდილობენ ვერბალურ დაჩაგვრაზე, რომ სხვათა მიმართ ძალადობის წახალისებით არიან დაკავებულნი, იმედის, პოზიტივის, რუსთავიორის, რომლებიც ან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ოპონენტებს უწოდებენ მოღალატეებს, უსამშობლოებს და ასე შემდეგ. აი ირაკლი კობახიძის დასჯას აპირებს თუ არა ვინმე, რომელიც ასე შეურაცხყოფს, ასე მაგალითად გიორგი კანდელაკს უწოდებს რა მას სერგო ორჯონიკიძეს. მეც მიწოდებია სერგო ორჯონიკიძე ხელისუფლების ნებისმიერი ან რომელიმე წარმომადგენლისათვის, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობის ხარისხი გავბედავდა ვიტყვი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პასუხისმგებლობის ხარისხი ირაკლი, ასე მაგალითად ირაკლი კობახიძისა, რომელიც ოპონენტს გიორგი კანდელაკს უწოდებს სერგო ორჯონიკიძეს, ანუ შელახავს მას მის ღირსებას, შელახავს და ასე შემდეგ. აი ეს სამმართველო ირაკლი კობახიძეს მეორეჯერ რო წამოსცდება ამგვარი სიტყვა, ირაკლი კობახიძეს 1000 ლარიან ჯარიმას გამოუწევს, დასაკვირველი არა. ამიტომ არის ეს რეპრესიული, არ არის რა ჰორიზონტალური და უნივერსალური სამართალი ყველას მიმართ, ხო, თუნდაც ესეთი უსამართლო სამართალი, ამიტომაც არის ეს რეპრესიული იერარქია საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში ჩვენს წინააღმდეგ 10 კაცი ისედაც ვერ მოერევა ამ ამბავს, ტროლებს და ბოტებს ვერ მოერევა, ხელისუფლების მიერ მოქოქილ ბოტებს და ტროლებს ვერ მოერევა, ნამდვილ ადამიანებსაც, ანუ საკუთარი გვარსახელით ვინც პოზიციონირებს, მათ მონიტორინგსაც ვერ მოახდენს სრულყოფილ მონიტორინგს, რომც მოახდინოს, ვერ დასჯის მისიანებს, ანუ ქართული ოცნების მომხრეებს, რომლებიც აი ესე თუ მაინც და მაინც შეფარდება, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით, დაახლოებით 10ჯერ ან 15ჯერ ან 20ჯერ მეტ შეურაცხყოფას აყენებენ ქართული ოცნების ხელისუფლების ოპონენტებს, ვიდრე თავადეს ოპონენტები შეურაცხყოფენ პერსონალურად ბიზინა ივანიშვილს. ხო, ესეც მნიშვნელოვანია. ბარემ ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილს ვინც ის დააღიზიანებს, ის რომ და მე ვიცი რომ ასეც არის, უთქვამს, მათ შორის ამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემზეც უთქვამს, როგორც მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენები არასოდეს, მაგრამ მას მიაჩნია რომ შეურაცხყოფა მივხმენე. ერთხელ 7ჯერ თუ 107ჯერ შეურაცხყოფაზე გადმოდის, ეს უთქვამს ჩემსთან დაკავშირებით. ბიზინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია რომ ის არ შელახო, როგორც შელახვად ან შეურაცხყოფად მიიჩნევს ნებისმიერ რამეს. ბიზინა ივანიშვილი შეხარ ბორია ივანიშვილი, ეს რომ თქვა, შეიძლება ესეც კი მიიჩნიოს შეურაცხყოფად. აი თენგო გოგოტიშვილი ამბობს ხოლმე, პროჭორვილელები არიანო ქართული ოცნების წარმომადგენლებზე. ესეც შეიძლება მიიჩნიონ შეურაცხყოფად. თუმცა მეც რაღა დაგიმალოთ და მძიმე სიტყვები მithქვამს, არ მithქვამს და არც იმას დაგიმალავთ, რომ არ ვაპირებ მაინც და მაინც ეხა თავის შეკავებას, იმიტომ რომ ამ მათმა რაღაც სამმართველომ დაიწყო მუშაობა და სულ რაღაც 10 პირი მუშაობს, რომელიც გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, ისედაც გვაკვირდებოდნენ და სხვა ეგრეთ წოდებული კანონებიც არსებობს, რომელთა მოყენებას, რომელთა მუხლების მოყენებას მათ აქამდე შეეძლოთ, თუ მაინც და მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ადრე თუ ვიღა გადაწყვეტილებას. ბევრის თუ ყველას არა, ბევრის მიმართ, მაგრამ ესეც გაივლის, სახადია რეალურად ეს ხელისუფლება და ამ სახადს, ამ ბატონებს, ასე ვიტყვი, მოვიხდით. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.